ჩვენ ახლა ხედავთ მოქალაქეებთან დაპირისპირებულ პოლიციელებს. დაპირისპირება დაიწყო აჭარის მთავრობის აღარ მას შემდეგ, რაც წითელი საღებავები ესროლეს აჭარის მთავრობის სახლის შერევის მისამართი დაცვის მონაწილეებმა და პოლიციელებმა სადაც რამდენიმე მონაწილის დააკავება. რამდენი პირი დააკავეს თუ ვიცით, ვინ დააკავეს? აჩუკი დააკავეს, აჩუკი ისიკური დააკავეს. აჩუკი ჩაი დააკავეს. რამდენი პირი? ერთი აჩუკი ისიკური დააკავეს. რატო იქეთ? რატო აკავე? რატო იქეთ, ბიჭო, რატო? რა გინდა ხაჭო? რატო აკავე? ჩემი გიად განმარტოთ. მე უნდა ვიცოდე რიჟოზეს კი არა. რატო აკავებს? მოგა თანხმდებისთვის. რატო აკავებს? შეგიძლია თქვით. რატო აკავებს? შეგიძლია თქვით ბათუმელების ლაივში? ჯორის პოლიციელმა რაც ეხლა ნახეთ კადრში დაპირისპირება გრძელდება მოქალაქეებს პოლიციელებს შორის გავლას არაფერი ექიჩაში ანალოგია თენგეურები თქვენ აი რა გეხოთ ასაკეთ
შეგიძლიათ განმარტოთ. უკაცრავ შეგიძლიათ განმარტოთ საცხოვრებლების დღეებში. რატომ აკავებთ ამ ადამიანებს? ხელმძღვანელი პირი ხარ საპატრონო პოლიციის. შეგიძლიათ გითხრათ. რატომ გააკავეთ ეს ადამიანები? უკაცრავ შეგიძლიათ განმარტოთ რატომ აკავებთ ამ ადამიანებს? ბატონო გია რატომ აკავებთ? რა არის? რა დააშავეს ამ ადამიანებმა? რა კანონი დაარღვიეს? შეგიძლიათ გითხრათ? რა კანონი დაარღვიეს? ან რა იყო დარღვევა? რა კანონი დაირღვა? რა იყო დარღვევა? როგორც ახლა მითხეს დააკავეს გიორგი კირთაძე, რაცხოვრის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ბათუმში. ასევე დაკავებული აქციის რამდენიმე მონაწილე, თუმცა რამდენი ამ დროს უცნობია. რამდენი პირია დაკავებული თუ იცი? დაკავებული არის მე რამდენადაც ვიცი. გიორგი კირთაძე, ირაკლი ძიძუბური, ჩვენი აქტივისტები, ის ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ჭკინარი ფორმით ცდილობდნენ გამოეხატათ უშინდელსა და 5 ივლისის მოვლენებზე, მოსკოვის მოვლენებზე თავიანთი პოზიცია. რამდენი პირია დაკავებული? დაახლოებით 5-6. ზუსტად არ იცი რამდენი, მაგრამ მათ შორის არის გიორგი კირთაძე, ნაცნობრივი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხო? ეს დაპირისპირება დაიწყო მას შემდეგ, როცა საღებავები ესროლეთ შენობას. საღებავები ესროლეთ წითელი საღებავის შენობას თუ პოლიციელებს. შენობას ესროლეს ნიშნად იმისა, ამ პროტესტის მთელი არსი მდგომარეობდა იმაში, რომ ხელისუფლებამ უწყინარი პროტესტის გამოსაყარად გამოსულ ხალხს დაახვედრა 400 პოლიციელი, როდესაც 5 ივლისს ჟურნალისტებზე ფიზიკურ ძალადობას ხელი შეუწყო და საერთოდ არაფერი არ მოქმედია და დანაშაულობრივი მოქმედების პროფესი იყო მათი აქციები. მადლობა, დაპირისპირება გრძელდება ისევ რამდენიმე ლოკაცია აჭარის მთავრობის სახლთან. აი აქ მთავრობის სახლის გვერდით, როგორც თქვენ ახლა ხედავთ, არის დაპირისპირება მოქალაქეებს და პოლიციელებს შორის. ასევე უშუალო მთავრობის სახლის შესასვლელთან უპირისპირდებიან ერთმანეთს პოლიციელები და სამართალდამცველები. ჩვენ პოლიციელებს არაერთხელ ვთხოვეთ, რომ გამიმართათ რა იყო ამ დაპირისპირების რა არის თქვენი მეცნიერება, რატომ გააკეთეთ ადამიანები, შეგიძლიათ პოლიციელები ისე ჟურნალისტები შეკითხვას არ განმარტავენ, თუ რატო სამართალდამცველობის გამო დააკავეს აქციის მონაწილეები, მაგრამ ჩვენ როგორც ნახეთ კაცში რამდენიმე პირმა ისროლა წითელი საღებავი აჭარის მთავრობის სახლის შენობის მისამართი და თქვენ ახლა ხედავთ კიდეც მთავრობის სახლის შენობაზე წითელ საღებავს, რომელიც მას შეასხეს. მე მინდა გითხრათ აქ აჭარის მთავრობის სახლის კულტურმემკვიდრეობის ძეგლია და ძეგლის ფასადის ხელყოფა არის სამართალდამცველობა, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა გამოიძახა საბოლოო პოლიციას მერის შესაბამის სამსახური, რომელიც გამოუწევდა ჯარიმის შესაბამის პირს, ვინც დააზიანა კულტურმემკვიდრეობის ძეგლის შენობა, თუ კი ასეთ შეფასდებოდა ეს შემთხვევა, მაგრამ რის გამო დააკავეს ადამიანები, ეს არის გაურკვეველი ახლა აჭარის მთავრობის სახლის წინ. ჩემს უცნობია ზუსტად რამდენი პირია დაკავებული ამ ეტაპზე. დაკავებულია გიორგი კირთაძე, რომელიც ნაცნობრივი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერია რეგიონში. Adrebi
ინფორმაციაში ვაგინებს არაფერი ხარ მოდი მიყავენ გუჯა რა სიცოცხლე აი რუსეთს მიწიცავდა ეს არის აი რუსეთს ეს არის აი მოდი წამოვყავი რატო ამოვყავ ხელმძღვანელი ხო ინფორმაციას გაწყობა მე წამოდი ინფორმაცია გავაფორე მოდი არ მინდა გაფორე წამოდი შენ იგივე ნაწილი ხარ იმას. მაგრამ არ გაყენე ეურებში. შენ როგორ გაში? შენ ოპერატორი ფასებას მიგზალა. ტელევიზორები რო თანამზრახული ისკარო დააკავე ეს ადამიანები შეგიძლია არ შეგავლდნენ და ხელს არ ახამე. ესე ბლო თქვენ გააცხეთ თქვენმა გუნდმა შენ ხელსყვალე შენმა მეგობარმა. ვინას ვიცი იმას გეუბნა. ვონი ეჭვი რაზეც მაგ იმას გეუბნა. შენ არ ვიცი შენ შეურაცხყოფა ის მოგვაყენეთ წი. ესე ბლოება როდის მოგვაყენეთ. ესე ბლოება როდის მოგვაყენეთ შეურაცხყოფა. თქვენს თვალზე გუსები რო კლავდნენ გუსები შეგახმისთან რუსები რო გუკლავდნენ თვალზე რო გიკლავდნენ აი მაშინ დაგეკეთებია რეაგირება მაშინ დაგეკეთებია რეაგირება მაგრამ ესე ბუები ხარ რატო არ დაიცის პული თქვენად რატომ დააკავეთ კონკრეტული ადამიანები და რამდენი პირი დააკავეთ შეგიძლია თუ მოგვიანებით ეხლა დააკავეს ადამიანები და გვინდა გავიგოთ მათი გამოხატვის თავისუფლება რატომ შეიზღვიდა რატომ ახლა არა შეგიძლია თქვათ რომ რატომ არ აქვს ადამიანებს უფლება რომ ეხლა ამ ეტაპზე დაკავებულებზე ინფორმაცია და მოგვიანებით რის გამო დააკავეთ ხო იცით ხოლმე იცით რის გამო დააკავეთ ადამიანები ეხლა არა მაქვს ინფორმაცია თქვენ არ იცით რის გამო დააკავეთ არა მაქვს რამდენია დაკავებული იმის ინფორმაცია არა რის გამო დააკავეთ ხო არ გეუბნებით რაოდენობას რატომ დააკავეთ ადამიანები ხედავდით ყველანი არა თქვენ განმარტეთ უღამავდები ხა ერთი წამი რა წესი არა ჩვენ გვინდა მივაწოდოთ ინფორმაცია მაყურებლებს და მგონი იმსახურებს ჩვენი საზოგადოება იმას რომ მათ მიიღონ ინფორმაცია მოგვიანებით არა რატომ ახლა არა თქვენ ხო იცით რის გამო დააკავეთ თქვენ ხელმძღვანელი პირი ხართ ერთ-ერთი პოლიციის პოლიცია როგორც ეს არ პასუხობს შეკითხვებს რაც უკვე ძალიან საშიშ ტენდენციად იქცა რომ ბოლო პერიოდში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში როცა აქციები აკავებენ ადამიანებს პოლიციელები არც იმ ადამიანებს ვინც აკავებენ არ განუმარტავს არაფერს და არც მედიისთვის არაფერს განმარტავს კლასიკური პასუხია რომ მოგვიანებით განმარტავთ ან პრესამსახურის მიმართეთ რის შემდეგაც ჩვენ პასუხს ისევ ვერ ვიღებთ ხოლმე ან ვიღებთ ძალიან დაგვიანებით და გავგებარეთ თავად დაკავების დროს რატომ შეიძლება არ განმარტოს საბაღო გამოსვლელმა რის გამო აკავებენ კონკრეტულ ადამიანებს რამდენი პირი დააკავეს თქვენი ინფორმაციით ზია? ორი პირი დააკავეს ეს არის ციგური და გიორგი დედაწყო დააკავეს გიორგის დააკავეს კი და დანარჩენები თუ ჯორჯერომის პლასტიკურ ბალანზე 500 გაყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფა განალებია ესეთი კარგად ფარველობა. კარგი, ბოდიში რაღაც განმარტებას აკეთებს პოლიციელი როგორც ხედავ. გალეთით პროვოკაცია, ჩვენი ბრალია ყოველგვარი. ჩვენი ბრალია იქცევი. აი და მაინც მე რა. ნასტინები რა ყარაიცა. საჭირის ცენტრი პოლიციელი. რატო არ დაიცავე და ვის გამო დააკავეთ? ვის გამო დააკავეთ? შეგიძლია განმარტოთ. ვის გამო დააკავეთ ადამიანები? შეგიძლია განმარტოთ. ესე დაბრუნდა დავიღოთ რა. ამას ვარღვე. ჩვენი ფული ბიზნეს უკანავს იცავთ თქვენ. ღარიბაში ყველას იცავთ ბანდი.
ვინ მოწეს მაგის უფლებას? დაიჭარ დღეს. ზეგე ამოგივას სულში. რომარო გაცვია მაგის. ასული გაგვეთ პოლიცსაბჭოს წევრია ბატონი თორიკე რიჯვაძე. გაგვესაუბროს გვითხრას რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ხო, უამრავი ადამიანი გამოდის დედაქალაქში და პროტესტი გრძელდება და აი ესეთ მდგომარეობაშია სიტუაცია გადაკეტილია, ვერ შევდივართ დეპუტატები ვერასდროს. ჩვენ ასე გვეკიდავებთ არგუმენტს ქვეყანა რა დღეში მოაქციეს. ბეგამეს და რადელი პირი დააკავეს ახლა თქვენი ინფორმაციით? 4 ადამიანია დაკავებული. 3 ადამიანი დაკავებული? 4 მე როგორც ვიცი რა, ერთი უმაღლეს საბჭოს წევრია დაკავებული გიორგი კირთაძე. შეიძლება წამყვაო. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ სასწრაფო მანქანაში 4 ადამიანი დაიწყო. ეს დაპირისპირება დაიწყო მას შემდეგ, რაც თქვენ საღებავები ესროლეთ თავრობის საფრთხის შემდგომ. შესაძლოა მოითხოვეთ ვისთან, თორნიკე რიჯვაძესთან. რატომ მოითხოვეთ ეს შეხვედრა? რატომ იქნება წევრია ქართული ოცნების. გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიყოთ ინფორმირებული, რა ხდება. ჩვენ მოქალაქეები არა, დეპუტატები მაინც საკუთრებაში უნდა ჩააყენონ, რომ რა ხდება, გაგრძელდება თუ არა. აი ესეთ მდგომარეობაში და დეპუტატს საერთოდ არ აქვს საშუალება რომ შევიდეს დავკორებული და თავრობის თავმჯდომარე, მაგრამ პასუხი არ არის საერთოდ. თქვენ პასუხი არ მიგიღიათ საერთოდ, ხო? რაჭყა შენობაზე საღებავი შესხმას. ამ შემთხვევაში როგორ უნდა ემოქმედა პოლიციას, რომ ეს ყოფილიყო სამართლიანი მათი მოქმედება? ჩვენ წინასწარ ვიდექით და უკრიდან ისროლეს საღებავი. აქედან გამომდინარე, საღებავის გამო არ უნდა იჭერდნენ ადამიანებს. ანუ ეს რა უნდა იყოს, რომ დაჯარიმდეს მხოლოდ? სამას პროვოკატორები იყო შემოგზავნილი. მე როგორც დავინახე ჩემი თვალით, საერთოდ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანი მოეხმია დეპუტატს და უპირებდა დაკავებას და ეს როგორ შეიძლება? ანუ ეს არის მიზანმიმართულად პროვოკაციისკენ. ანუ საღებავების სროლა იყო თქვენი მიზანმიმართული აქციის ნაწილი, ხო? ანუ ამ აქციის ნაწილი იყო, რომ საღებავები უნდა გესროლათ შენობისთვის. მიზანმიმართულად ჩვენ წინა ხაზზე ვიდექით, მე არ დამინახია მას, მაგრამ საღებავის გამო არ უნდა ხდებოდეს დაჭერა რა. თქვენ ხართ ახლა რომელ ორგანიზაციაში, რომელ პოლიტიკურ სტრატეგია აღმოჩენილი ბექა დიასამის. ალბათ ბექა. ეს იყო ბექა დიასამის სტრატეგია აღმოჩენებლის ერთ-ერთი ლიდერი ბათუმში, აჭარის რეგიონში. ცოცხალი რო დაგიშინეს თავში რო ხდებოდა სადიკავი ზაიმე სამართლებრივი რეაგირება თქვენს განახასიათებდება არ სამართლებრივი რეაგირება არ ეხება თვითონ ოცნება ის ოცნება ისეთი როგორც პარტით ღარიბაში და ჭორბილოს მიხმოვეთ სისხლიანო ყმებო იცინათ ზოგიერთებს მაგარი სიცილი გაქვთ სახეზე ნიღბის უკან იცინის ის ბოლოს ვინც იცინის აგერ პოლიციელები სათბირობენ ზაუცნობია რაზე და სიტუაცია როგორ ჩანს ისე ვიძაბება აჯო წითელი კლასკა გაუწროთ და კაცრობიან მაშინ ამქარი უყურებენ ხელსაყანები. არა ოჯახში უნდა შეუვარდეს მოძალადეები და მერე მიხდებიან. შევიდა იქიდა. რაბიში, კაცო, რატომ აკავე, რატომ აჩერებ?
ბატონო რა სითხო ბატონო ჩემი გადახდილი ფული კებულა ხელს და მაგის გებულა ხელს მე ვარ ამ ქვეყნის მოხალხე და მინდა მაგასთან შეხვედრა ბოლო-ბოლო ირაკლი მოგეთ რომ გითხრათ რა სიტყვით ეხლა თქვენ და რა ზეგეუბნებიან ვარ დაუშვა ნაჯარის თავრობის საფს უმარტივესი მოთხოვნა რომელიც არის კანონის გარსავარია უმაღლესი საბჭოს დეპუტატები საერთოდ ერთი გიორგი კირთაძე დააკავა რა ზეგეუბნებიან რატომ არ შეიძლება ამ ადამიანებს არ აქვს ხმის უფლება საერთოდ არ გააჩნია უფლება იმიტომ რომ არიან მონურ მოხმარებაში სამწუხარო რეალობაა ამაზე ფული პირველში ჩვენ შეგვткиვა იმიტომ რომ ჩვენ საკუთარი თავისუფლებით ვაგებთ პასუხს იმიტომ რომ ესენი არიან მონურ მორჩილებაში და როგორმე უნდა შევძლოთ ამის გარღვევა თორე მოგვიწევს შიში ცხოვრება ძალადობრივი ჯგუფებისგან სადაც ქართულ ოცნებას შეუძლია მართოს პროცესი ასე არა სამართლებრივად არამედ საკუთარი გაკვეთების მიხედვით და რამდენად იცით რომ რიჟვაძე ხარი ადგილზე აჭარის მთავრობის შენობაში რომ ითხოვთ პრინციპალ განსტანში იცით რომ არის აჭარის მთავრობის შენობაში და იმალება როგორც ლაჩარი როგორც ჩვევია ღარიბაშვილის განცხადებებს ამოფარებული გაიგეთ რომ რამე პასუხი ჩვენ ცალკე მაგრამ ვერ მივიღეთ განმარტება რატომ დააკავეს დღეს ეს ადამიანები რატომ დააკავეს ანუ განმარტება არ არსებობს ჯაბა არაფერი არ შეიძლება არანაირი რაციონალიზმი ამ ხელისუფლების ქმედებებში არ არსებობს გამოეყვანათ ეს პოლიციელები 5 ივლისს და დაეცვათ საკუთარი მოქალაქეები ის აღებავი ახლა რომელიც სახეზი აქვს ამ პოლიციელებს არის სისხლი ლექსო ლაშქარავასი სისხლი და ამ ადამიანებზეა ეს სისხლი ეს ირაკლი კუპაძე იყო ლელოს ერთ-ერთი ლიდერი მაგრამ როგორც გითხრათ ოპოზიციის ლიდერები ამ დროისთვის ითხოვენ რომ შევიდნენ აჭარის მთავრობის სახლში და შეხვდნენ თორნიკე რიჟვაძეს მაგრამ მათ ამის საშუალებას არ აძლევს პოლიციელები ოპოზიცია ფიქრობს რომ თორნიკე რიჟვაძე ადგილზეა და მათ უსამართლოდ არ აძლევენ შეხვედრის საშუალებას უმარტივეს სამართლებრივი კანონიერ მოთხოვნა დაპირისპირება ნაწილობრივ ამ დროისთვის აჭარის მთავრობის სახლთან აქ დაპირისპირების რამდენიმე კერა იყო და დაიწყო ეს დაძაბულება მას შემდეგ რაც არის რამდენიმე მონაწილე საღებავი ისროლა აჭარის მთავრობის სახლის სახლს ესროლა თქვენ ახლა ხედავთ ფასადზე გარკვეულწილად წითელ საღებავს რომელიც შესასვლელს ატყვია აი ზედა ნაწილზე დროშებთან პოლიციელებმა სწორედ აქციის მონაწილეების შეჩერება და სწორედ ამ პროცესში დააკავეს რამდენიმე მონაწილე გაურკვეველია რატომ დააკავეს და რა იყო სამართლებრივი საფუძველი რის გამოც დააკავეს არ ვიცი ზუსტად რამდენი სავარაუდოდ 4 მონაწილე მათ შორის გიორგი კირთაძე რომელიც ნაციონალური მოძრაობის ლიდერია აჭარის რეგიონში ბათუმში და დაკავებულია გიორგი კირთაძეს როგორც ამას ოპოზიციის ლიდერები ახლა ადგილზე ამბობენ რაც ეხება თავად სამართალ დარღვევას მე მინდა მოკლედ გამარტო ამის შესახებ რომ აჭარის მთავრობის სახლი მართალია არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და სამართალ დარღვევა პირველ რიგში თუ კი მოხდება ამ ფასადის ხელყოფა და დაზიანება მაგრამ ამ შემთხვევაში საბჭოთა პოლიციას უნდა მიემართა რეალურად ბათუმის მერიისთვის და მერის შესაბამის ამსახურებს ამ შემთხვევაში მუნიციპალური ინსპექციას უნდა მოეხდინა ამ შესაბამისი რეაგირება სამართალ დარღვევაზე და არა დაკავების საფუძველი რა იყო სამართლებრივად ეს არჩა გაურკვეველი ჩვენ ვკითხეთ რამდენიმე პოლიციის ხელმძღვანელ პირს თუ რატომ დააკავეს ადამიანები მაგრამ ეს პასუხი ვერ მივიღეთ გადაადგილების შემდეგ პირდაპირ იწევს. არა. დადგენილება მოდელში რომ რაფერს ვიუაძეს მოუნდება ისე არ იქნება. არა, არაფერი შეჭერა. კითხავს ისე თუ არ ამიშვებ დამხა. ი თუ გისახის ი თუ ხედავ სამთის რასაუნეს ხედავ ახლა რეგიონების შევჭავთ მაგას შენ თუ ხედავ ამაზე რო იმალებოდა საბჭოს დეპუტატებში ხედავ რომ ჩვენ რაიმე საფრთხეს ვუქმნით ახლა უბიეთ მაშინ გეთაფრებ გაქვს ლევა მაშინ ერთი წუთი მარტო შევიდივართ მე და უმაღლეს საბჭოს დეპუტატები მეტი არა
უნდა მაშინ მიმიყოს არა ჩვენ უმაღლეს საბჭოს დეპუტატები წინ მიდგა აუყოლები ნებისმიერ დროს შეუძლია შემოღება კიდევ ერთხელ კი კონტროლის განსახორციელებლად მივიდეთ რუსთავია მიკროფონი ჩაწია კი ბატონო წამოშე გუჯა ბაგრატიონის და ლევან აკეძე მოითხოვეს მთავრობის სახლში შესვლა, რადგანაც მათ გაემართეს, რომ არიან დეპუტატები და დეპუტატებს ნებისმიერ დროს აქვთ უფლება, რომ შევიდნენ აჭარის მთავრობის შენობაში. მათ უთხრა მთავრობის წარმომადგენლებმა, რომ შევიდოდნენ, მაგრამ აი ახლა რომ ამ მომენტს ვადევნებ თვალს, შეუშვებენ თუ არა მათ მთავრობის სახლში. რახან ვიდეო არ კიდევ ძალეს თვითი შემოდია ვეჭიდავები ბაბა რას კიდევ რას მოდიხარ მეიყვანი არ ვეჭიდავებია რა აი რა იყო ბიჭო ვეჭიდავები საბუთი მაჩვენე ეიცია უკან ვერე თუ პროფესორო დეპუტატია მოსალედა აგენი არ გაწყვებია პოლიციელი გაწია შენს უკან უფლება არ აქვს მე ხა შენი ხელმძღვანელი უკვე გაგიშვებდი შენს უკან არ უნდა იცი საბუთი მოგიძო აგერბაგა გაწია აი პოლიციელი ვიჭა სამთავრობო დაცვა და აბა რა საბუთი უფლება მოსილება დაიგეთ აბა დესმის აბა აგენდა ხა შენ კითხვა საჭიროა რა უმაღლეს საბჭოში რას ქვია მთავრობა ყველა ადმინისტრაციულ ორგანოში საბჭო არის მაკონტროლებელი მთავრობის მაკონტროლებელი დაკავებული კი არაო ბიჭო ხოდა მაშინ როცა მიგიგეთ არა მას როგორ ეხა ხოდა გამატიკასო და განვადოს ბედისთვის და იმცანდებ ხო რა რო გაგვიმართა თადო არ უშევს დეპუტატებს ახლა რეგლამენტში რომ უნდა შეუშვათ აჭარის მთავრობის შენობაში. ვინ აწევს სიცირებლაბე? შენ მე კონტროლი შენობა შეგიძლია. მე უმაღლეს საბჭოს დეპუტატს მე შენობა შეგიძლია. შენ მეუღლე ესე აწევს. შენ პროფესორ, პოლიტიკოსი მაგაშელები. ასოქი არ გაგდასა, თქვენ როგორ უწყებას წარმოადგენთ? გახდება შეგიძლიათ გამარტოთ რა ისრება რომელ უწყებას წარმოადგენთ? შეგიძლიათ დაწვრილების დაებში ვარ. უკაცრავად. დეპუტატს არ გამგოლება შეუქმნა მოწიწა შეპასუხისგება ნაგაზე. ნაციონალს მოიცა მაგრამ. როგორ ან ყოველგვარი კრიმინალები ხარ. აბა შენ მოიცი რო. შენ მოიცი რეგლამენტი. შენ პანელეთ რეგლამენტი. ჩვენ დროსაც
იმიტომ რომ უკვე მოსლებს განხორციელებაში ნიშნი როგორ არ ნიშნა და წინით გეფიქრა დაურეკე ბრიჟუაძეს ერთი ზებრაზე მეტ პასუხისმგებლობა რო არ გექნება ხალხა ყველა რეგიონი რო ჩაგაბა ანუ გაიწიეთ იგი სული მოგვაწმევინე არავინ არ უვარდება იმას რა გვინდა ვინა რას წარმოადგენს მაგას რო შეუვარდო რას წარმოადგენს შიშარა კუნძული ვიფხა იჟვაძის გამო საერთოდ არ ვარ და აქ რო იცოდეთ რა ნაციონალ არაფერს არ წარმოადგენს თავისი ბანდების კორუმპირებული ჩინოვნიკია ჩვეულებრივი კრიმინალი ეს არის საერთოდ ასო ძალიან წარმოადგენს თავრობის შენობას და უცნაურ ყველა შენობა ხალხს ეს გამოვიდა ნაციონალ და რაღაცები ილაპარაკეთ რადგება მაგის დამნეს შინაში აგებს უშტიშვილი მე რა საფურების იმახვედი აგიჩვენებთ პოლის პატიმრები დაიჯერო საბოლოოდ დეპუტატები არ შეუშვეს აჭარის მთავრობის სახლის შენობაში საპროტესტო აქცია გრძელდება აქ. დეპუტატები თავდაპირველად უთხრეს, მე არ ვიცი რომელი უწყებიდან იყო ეს წარმომადგენელი, რომ მათ შეეძლოთ აჭარის მთავრობის სახლის შენობაში შესვლა და არ შეუქმნიდნენ დაბრკოლებას, თუმცა საბოლოოდ მათ უთხრეს, რომ ვერ შევიდოდნენ აჭარის მთავრობის სახლის შენობაში და პოლიციელები დახვდნენ შესასვლელში, გამაგრებულები რომ ისინი არ შესულიყვნენ იქ. საუბარია ელგუჯა ბაგრატიონზე და ლევან ანთაძეზე, რომელიც ითხოვდა თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას. აქ ახლაც და მაშინ როცა ეს აქცია იწყებოდა, ისევ საკმაოდ ბევრი პოლიციელია, ბევრად მეტი ვიდრე საპროტესტო აქციის მონაწილეები. და ეს არის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, როგორც სამოქალაქო ორგანიზაციების, ასევე პოლიტიკოსების 5 ივლისის შემდეგ, სწორედ იმ კუთხით, რომ ამით ნაცვლად გამოჩნდა და დღევანდელი ფაქტიც, დღევანდელი შეხვედრაც ამას ადასტურებს, რომ რეალურად პოლიციას არ სურდა, რომ 5 ივლისის აქცია ჩატარებული იყო მშვიდობიანად, რადგანაც ჩვენ ნახეთ საკმაოდ მცირე რაოდენობა პოლიციელების, ვინც იმ დღეს იყო ქუჩაში გამოსული და პოლიცია არ იყო საკმარისი რესურსი მობილიზებული იმისთვის, რომ აქცია იმ დღეს მშვიდობიანად ჩატარებული იყო, ხოლო მეორე დღეს უკვე 6 ივლისს და ეხლაც ბათუმში შეგიძლიათ ნახოთ ეს კადრები, რამდენი პოლიციელია მობილიზებული აჭარის მთავრობის სახლის შესასვლელთან. არ ვიცი რამე არის ეს აღქმადი კადრებში და აქციის მონაწილე რამდენია. აქციის მონაწილეები დღესაც ბათუმში შეიკრიბნენ 6 საათზე, იმისოთ რომ გაეპროტესტებინათ ძალადობა ქვეყანაში და მოეთხოვათ მოძალადების დასჯა. აქციის მონაწილეების მოთხოვნა დღეს უკვე იყო საქართველოს მთავრობის გადადგომა, მათ შორის პრემიერ-მინისტრის, რომელსაც დღეს გააკეთა განცხადებები და შესაძლოა აღნიშნა, რომ ის ყოველთვის აპირებს, რომ გაითვალისწინოს არა კონსტიტუციის და კანონის, არამედ მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესები და მათ თქვა, რომ 95% ითხოვდა ვთქვათ იმას, რომ პრაიდი არ უნდა ჩატარებულიყო თბილისში. გაურკვეველია რა მონაცემზე დაყრდნობით დაითვალა ეს პრემიერმა და რის საფუძველზე თქვა, რომ რეალურად 95% რეალურად არ სურდა ქვეყანაში ის რომ გამოხატვის თავისუფლება იყოს თანასწორი უფლება ნებისმიერი მოქალაქისთვის
მაგრამ რაც თავარია, მან თქვა ის და ეს შეფასებაც დღეს გქონდა ჩვენ ბათუმელებს, მან თქვა რომ უკვე პრემიერი არის ძალიან საშიში, რადგანაც მან ხელი აიღო კონსტიტუციაზე, რადგანაც მან რეალურად თქვა რომ მე დავიცავ არა კონსტიტუციას და ამოსავალი იქნება არა კონსტიტუცია და კანონი, არამედ უმრავლესობის ინტერესები იქნება ამოსავალი. ანუ გამოდის რომ საზოგადოების კონკრეტულ ჯგუფზე იქნება დამოკიდებული ვის რა უფლება აქვს და არ აქვს და ამას არ განსაზღვრავს კანონი. ასე განცხადება მოვისმინეთ დღეს ქვეყნის პრემიერისგან, აქციები მიმდინარეობს როგორც ბათუმში, ასევე თბილისში. მოითხოვენ პრემიერის, ასევე შინაგანი საქმეთა მინისტრის გადადგომას და მთლიანად მთავრობის გადადგომას შესაბამისად. დღეს დაძაბულობა იყო ბათუმშიც აქციაზე, აქციის მონაწილეებმა საღებავი შეესხეს საჭირის მთავრობის სახლის შენობას, როგორც ახლა თქვენ ახლა ხედავთ ამას ფასადზე და ამის შემდეგ დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილე, არ ვიცი რამდენი ზუსტად, სავარაუდოდ 4 მონაწილე და მათ შორის გიორგი კვირთაძე, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ლიდერია, ერთ-ერთი ლიდერია აჭარის რეგიონში და უმაღლეს საბჭოს წევრია. ჩვენი პოლიციელებს, მათ შორის ხელმძღვანელ პირებს არაერთხელ ვკითხეთ, თუ რის გამო დააკავეს ადამიანები ბათუმის აქციაზე, სულ რამდენიმე წუთის წინ, ან ასევე რატომ არ მისცეს დეპუტატებს საშუალება, რომ ისინი შესულიყვნენ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობაში, მაგრამ განმარტებები დღეს პოლიციელებს არ გაუკეთებიათ ჟურნალისტებთან, ყოველ შემთხვევაში ჩემთან არა, მე არაერთხელ რამდენჯერმე ვცადე აქტიურად მიმეღო მათგან განმარტებები, მაგრამ ეს ვერ მივიღეთ. აქ არიან როგორც კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები, ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, სხვათა შორის დაკავების დროს ხშირი ტენდენცია ის, რომ ვიდეომტკიცებულებას ვერ წარადგენს პოლიცია სასამართლოში, ან ხდება ისე, რომ რეალურად საპატრულო პოლიცია, რომელიც აღჭურვილია სამხრე კამერებით, ეს სამხრე კამერები ხშირად ჩართული არ არის, რომ ეს ამბობენ რომ ჩართული არ ქონდა, მაშინ როცა ადამიანები დააკავეს. ხოლო კრიმინალური პოლიცია ასეთი სამხრე კამერებით აღჭურვილი არ არის და ამიტომაც არის ერთი ესე ტენდენციაც, რომ მსგავს აქციებზე არასაპატრულო პოლიცია, არამედ კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები აკავებენ ადამიანებს, რომ შემდეგ თქვან, რომ კრიმინალური პოლიცია არ არის აღჭურვილი სამხრე კამერით და ამიტომაც ჩვენ ამ კამერის ჩანაწერებს ვერ წარმოვადგენთ სასამართლოში. საინტერესოა წინა შემთხვევაც და სასამართლოს პრაქტიკაც, როცა სასამართლომ ერთ-ერთ შემთხვევაში სიტყვების მონების დაძახების გამო, მონები და სირცხვილეა საძახების გამო დააჯარიმა ერთ-ერთი აქტივისტი და დასჯადი გახადა ზოგადად კონკრეტული სიტყვის, თქვა მონების დაძახება ადამიანებისთვის. ხოლო მეორე შემთხვევაში, როცა კარობის გაშლა სურდათ რამდენიმე დღის წინ ადამიანებს, აი აქ აჭარის მთავრობის სახლის წინ, ამის საშუალება არ მისცეს პოლიციელებმა მოქალაქეებს, მათ არ განუმარტეს, რატომ არ ქონდათ ადამიანებს ამის უფლება, რომ კარავი გაეშალათ, თუკი ის ავალ ნაწილს არ კეტავდა და ახლაც არ უშილიდა მოძრაობას, როგორც ტროტუარზე, ასევე მანქანების ავალ ნაწილზე. ასეთიც რომ იყოს, ამას უბრალოდ ჭირდება გაფრთხილება მერიის და სხვა არაფერი, მაგრამ საქალაქო სასამართლომ ბათუმის შემთხვევაში მოსამართლე იგრიმა ტოგუნიძემ ამ შემთხვევაში დაუშვა ის, რომ მან დააჯარიმა 2000 ლარით 7 დაკავებული, რომელიც დააკავეს წინა აქციაზე, მაშინ როცა საპროტესტო აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ ძმები წულუკვიძეების, ჭელიძეების და ანთაძის დაკავებას, პატიმრობას და ითხოვდნენ მათ გათავისუფლებას და ამოთხოვნით აპირებდნენ ისინი საპროტესტო პროტესტის გამოსახატავად კარვების გაშლას, მაგრამ კარვები ჩამოართვეს პოლიციელებმა, ხოლო მოსამართლემ არ გამოარკვია, რამდენად კანონიერი იყო პოლიციელის მოთხოვნები. პოლიციელის მოთხოვნის დამორჩილებლობის გამო დააჯარიმა აქციის მონაწილეები 2000 ლარით.
და სიმშვიდეა ქვეყანაზე და დამშვიდების დროა და მე პრეზიდენტად წარწევაზე შვიდი მდგომარეობა ლოკალებში როცა დეპუტატები ისე მithხოვენ რომ შევიდნენ აჯერის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობაში, მაგრამ მათ ამის საშუალებას არ აძლევენ. ასეთი მოცემულობა ამ დროს ის ბათუმში აქციაზე აქ საკმაოდ ბევრი პოლიციელი რჩება მობილიზებული აჭარის მთავრობის სახლის შესასვლელთან და აქეთ აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები აქცია იმართება თბილისშიც აქციის მთავარი მოთხოვნაა მთავრობის გადადგომა რომელსაც ვერ უზრუნველყო მშვიდობიანად აქციის ჩატარება და ერთ დღეში ერთ აქციაზე
53 ჟურნალისტი ერთდროულად დაშავდა, მათ შორის რამდენიმე მძიმედ და ოპერატორი ლექსო ლაშქარაო, რომელიც გუშინ გარდაიცვალა, ჯერჯერობით უცნობია კონკრეტული მიზეზით, რუსკამ გარდაიცვალა ეს ოპერატორი, მაგრამ ფაქტია, რომ მას საკმაოდ მძიმედ სცემეს მოძრაობა სირცხვილია ეს ოფისის დარბების დროს, როცა ძალადობრივი ჯგუფები შევიდნენ ამ ოფისში, სწორედ ამ დროს იღებდა კადრებს ეს ოპერატორი და ის მძიმედ დაშავდა, მას სცემეს და სწორედ ამ ცემის შემდეგ რამდენიმე დღის შემდეგ ის გარდაიცვალა. განცხადებები გააკეთეს როგორც ევროკავშირის საელჩომ, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ, მათ მოითხოვეს მოძალადების დასჯა, ასევე დღეს ჩაიშალა პრინციპში პარლამენტში რიგგარეშე სხდომა, სესია და დატოვა ოპოზიციამ, ნაციონალურმა მოძრაობამ და ასევე ლელომ დატოვეს საპარლამენტო სხდომა და ერთგვარად ბოიკოტი გამოუცხადეს საპარლამენტო მუშაობას პროტესტის ნიშნად. ვიდრე არ შეიცვლება ქვეყნის მთავრობა. ასეთი მოცემულობა გვაქვს. ეხლა ნახოთ როგორ განვითარდება პროცესები. ჩვენ აუცილებლად მოგეწევთ განახილებულ და სანდო ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. მე ჟურნალისტი ჯაბანანიძე ვარ. მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.